რადგან ამ დარბაზში ვხედავ ცოტნე ივანიშვილს, მინდა რომ პრეზმას დავუსვა ჩემი შეკითხვა. იმედია ყველაფერთან ხვდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი პოლარიზაციის დონე. ასე და ეს პოლარიზაციის დონე უბრალოდ გამოხატული არის ახალგაზრდებში. ყავს ძალიან ბევრი აქციებზე ნაცემი და დაზარალებული ახალგაზრდები. ძალიან გულიმტკივა ამ ყველაფერზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ამის ფონზე ვერ ვხედავთ ვერც ერთ დასჯილ დამნაშავეს ძალოვანი სისტემიდან. მე მეინტერესებს როგორ უყურებს ცოტნე ამ პოლარიზაციის შემცირების გზებს და როგორ ფიქრობ ამ დაუშვებობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს თუ ესე უბრალოდ თქვენთვის შეუძლებელი და მისაღებია. მადლობა დიდ. მოგესალმებით ყველას. მადლობა მოგზაურობისთვის. გასავალია პირადად მოგესალმები, მადლობა ესეთ საინტერესო შეკითხვისთვის. მიხარია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოგეცემა შანსი მოგისაუბროთ. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას ხვდიმა გულიან თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვთქვამთ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შეკითხვის პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მოდი შევშალოთ რა. ახლა დავკითხდი, როდესაც ჩვენ საუბრობდი და მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და ალტერნატიული გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით ახლა, როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ესეთ ადამიანთან ჩემი აზრით საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაძაბულიც არ იყოს, დასრულდეს ვთქვათ, კონსტიტუცია, კაცუკი ნაცის სახით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად, ლოგიკური ჯაჭვის შემოყალიბების ნაცვლად. ჩემი აზრით არასწორი არის, რომ ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკოს ისინი, რომელიც არ გვაქვს საკითხული, ხო ვთქვათ. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ პირადად, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდების შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ და ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენც კი მოგვეცა ესე იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი და მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება, მსგავსი ტიპის საუბარი ჩატარდება, ეს იქნება ქართული ოცნების მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. მადლობა დიდი.